დღეს ჩვენი სტუმარია მსოფლიო დონის ქართველი ექიმი ინგა ნიჟარაძე. პაციენტები ვიქნებით ორივე და ყველა ჩვენი მაყურებელიც, იმიტომ რომ ბევრ პრობლემაზე ვისაუბრებთ. მოკლედ ინგა ნიჟარაძეა ჩვენი დღევანდელი გადაცემის სტუმარი. უფრო დეტალურად თვითონ ისაუბრებს იმ პრობლემებზე, რომლის გადაჭრის საშუალებებსაც ის გვთავაზობს, თუმცა ეს არის ხერხემლის პრობლემებიდან დაწყებული, სიმელოტით დამთავრებული. დილა მშვიდობის, მოგესალმებით. პირველ რიგში დიდი მადლობა, რომ დღეს ჩვენი გადაცემის სტუმარი ხართ. პირველი კითხვა არის მეშველება თუ არა რამე ოდესმე ხერხემალზე მე. გამრუდება მაქვს, სკოლიოზი მაქვს, კიდე ის მაქვს, ფრთისებრი რაღაცას დაუბრებიან რა, ფრთები სანამ ამოგივარო გაქ. ეგ პრობლემა თუ იყო, არ ვიცოდი, მე მეგონა პირიქით. მე ველოდები ფრთებს წელი ცხოვრება, ფრთები რომ მომივიდეს კიდე არა არა, ჯობია დავტო და ამოვიდეს ფრთები. მართლა მაინტერესებს. დავდიოდი მასაჟებზე, კასტაპრავებთან, შამანებთანაც ვიყავი, ყველა არაფერი არ ნიშნავს. სურვაზეს დავდიოდი. ხერხემალს გარკვეულ რაღაცებს შეველი, ყველაფერს ნამდვილად ვერ შეველი და გააჩნია, ეხლა რაც შეეხება ხერხემლის გამრუდებას, ამას მაინც ბავშვების ასაკი აქვს. ზრდასრულ ადამიანთან ეს ცოტა რთულია. ზრდასრულ ადამიანთან შესაძლებელია უკვე გამრუდების გამოსწორებასთან დაკავშირებით დანამდვილებით ვერ გეტყვით, მაგრამ ყველაზე მნიშვნელოვანი რაც არის ხრტილის აღდგენა, იმიტომ გამრუდების დროს მალების დგომა ცოტა სხვანაირი არის ხერხემალში და იმ ადგილებში უკვე დროთა განმავლობაში ასაკში ჩნდება პრობლემა, მტკივად, ვერ დადიან, იხრებიან და ფიზიოლოგიური ძალიან ბევრი გართულება, დისკომფორტი. ამას ებრძვით ან? მე პრაქტიკულად ვებრძვი ხრტილის აღდგენას, რამაც სენსაცია გამოიწვია მთელ მსოფლიოში. ეს არის თქვენი მთავარი მიგნება, მაშინ სწორედ ამის შესახებ რო ეს არის ჩემი მთავარი მიგნება. უშუალოდ სკოლიოზის გასწორება ეს არის დამოკლებული კუნთები, ანუ ბავშვი როცა ჩქარა იზრდება, ან დისპლაზია აქვს, შეიძლება სწრაფად გაიზარდოს და ვერ დაეწიოს კუნთის ზრდა. ძვალი გაიზარდა, კუნთი დარჩა მოკლე და მე ხერხემალი პოულობს თავის ხან იქით შეიძლება ეს აბრაზნის სკოლიოზი მიიღოთ. ანუ ეს არის მაინც დისპლაზია. რაც პრაქტიკულად სწორი მიდგომისას შეიძლება დააღწიოთ თავი, ანუ ამისთვის არის გადასარევი ცურვა, რაც შეეხება მასაჟებს არ არეკომენდირებულია. ეს სკოლიოზზე მაინც გაგცემთ პატარა კონსულტაციას. ეხლა კოტეს კონსულტაციას რო ცოტა ხანი დავალებოთ, თავი და მე ერთ-ერთ გარეთ გავაგრძელოთ, თუ გინდა გვექნება იმედია რამდენიმე წუთი. იმიტომ რომ მაყურებელს ალბათ აინტერესებს სწორედ ის, რაზეც თქვენ ისაუბრებთ, იმიტომ რომ ერთი შეხედვით თითქოს ეს ძალიან რთულია რაღაც ქირურგიულ ჩარევებთან, ძალიან სერიოზულთან არის დაკავშირებული, ხო? ის არის მე რასაც ვშველი, ამას მსოფლიოში ქირურგიულად ვერ შველიან, იმიტომ რომ ხრტილის აღდგენა ჯერჯერობით შეუძლებელია გარდა იმისა, მე რასაც მივაგენი. თქვენ რას აკეთებთ? მე რას ვაკეთებ? მე მივაგენი მალამოს აქვს თავისი წარმომავლობა. ეს უკავშირდება მაღალ უშგულს, სვანეთს, მე თვითონ წარმოშობით იქიდან ვარ. და სვანეთში იყენებდნენ ერთ-ერთ ბალახს ძვლის სამკურნალოდ. მე უბრალოდ ამ ბალახიდან გავაკეთე კომბინაციები, გავანვითარე და მივაღწიე ხრტილის აღდგენას. იმიტომ რომ მოტეხილობის მკურნალობა მედიცინაშიც არ არის რთული. ნუ შეიძლება ადამიანი ხეიბარი დარჩეს რაღაც, მაგრამ შეხორცდება და მაინც უსაშველო არ არის, მაგრამ ხრტილის აღდგენას ერთადერთი საშველი აქვს რეზექცია. კოქსართროზის მკურნალობა მაგალითად მე საბოლოო ჯამში ოპერაციულად ხელოვნური სახსრის ჩადგმამდე მიდის მთელი მსოფლიო. ამის აცილება შესაძლებელია ძალიან ზუსტად ამის აცილება ოპერაციის გარეშე და საერთოდ რო არ დაგჭირდეთ ხელოვნური სახსარი, ყველაზე დიდი მიღწევა ეს არის. იგივე შეეხება ხერხემლებს, იგივე შეეხება მუხლის ართროზებს. ეგრეთ წოდებული მენისკი, ვთქვათ, რომელიც ჩვენი მაყურებლისთვის ნაცნობი იქნება. მენისკის ოპერაცია საერთოდ არ საჭირო. ქირურგიული ჩარევით შველია. არა, მე ვაცხადებ, რომ მენისკის ოპერაცია არ სჭირდება. საოცარი ამბავია. და ამ ყველაფრის ავთენტურობას ამტკიცებს ეს პრიზები სწორად. რა თქმა უნდა, ეს პრიზები შესაძლოა უნდა ამყარებს ამს. და მე დისკოზი არ დატოვო უყურადღებოთ თხოვეს ძალიან და ამაზე. დიახ, აი პირველი ჩემი პრიზი იყო პარიზში 2013 წელს. სიმართლე გითხრათ, საიდან მოვხვდი იქან, როგორ იქნა მოძიებული ჩემს შესახებ, არ ვიცი, მაგრამ სავარაუდოდ მე ავიღე მსოფლიო პატენტი ჩემს სამედიცინო საქმიანობაში, რომ მივხვდი, რომ ძალიან საინტერესო რაღაცას ვაკეთებ. ეს სწორედ ის მალამოა დაპატენტებული, რომელიც თქვათ ამ ხრტილთან არის დაკავშირებული. ეს ზუსტად ის მალამოა დაპატენტებული, რომელიც ყველაზე ძვირფასია, ხრტილის აღდგენას აკეთებს. და
ეს რო დავაპატენტე, ეთყობა მე არ ვიცი, ეს ჩემი ვარაუდია, ვიყავი მიწვეული პარიზში და დავჯილდოვდი ოქროს ხარისხში ვარსკვლავით. 60 ქვეყნიდან იყო ხალხი, ჩემთვის ეს ძალიან უცხო იყო. პირველ ჯერ მეგონა რომ ვიღაცა მეხუმრებოდა, იმიტომ რომ ხო იცით ვერ იგებ საიდან. თქვენ თვითონ არ გაგიგზავნიათ არანაირი მონაცემი, თვითონ დაგიკავშირეთ. მე არ გამიგზავნია და იმიტომ სად მოღვაწეობდით ამ დროს საინტერესოა? ლონდონში. ამ დროს ლონდონში ვიყავი, დუბაიში ვიყავი, ეს თბილისში და პრაქტიკულად ამ დროისთვის უცხოეთიდან სულ ჩამოდიოდნენ გერმანიიდან ძალიან ბევრი რაოდენობა პაციენტების. მე არ მაქვს სამწუხაროდ ცნობილი ხალხის დასახელების უფლება. ყველგან კონტრაქტები მაქვს შევსებული პრივატ პაციენტებზე, იმიტომ რომ ეთყობა დიდარი ხალხი ყოველთვის ჯამთელები არიან. მე დარწმუნებული ვარ. ყველა ჯამთელია, იმათ არაფერი არ თქვათ. ეს არ ცხადდება. ხვალ დილის განაცემას ვინც უყურებს, მე გავამხელ რეკლამაზე, რასაც გავიგებ იმ ყველა. ანუ ეს იმას ნიშნავს, რომ არაფერს აღარ გაგვიმხელს უბრალოდ და შესაბამისად არ უნდა გეტყვი. კიდე ბრუსელის ის არის, თუ ბელგიის, ხო? შემდეგ აბსოლუტურად არა, შემდეგ იყო ბრიუსელი, ეს უკვე 2014 წელს ბრიუსელი აღარ გამიკვირდა ისე ძალიან, ოღონდ აბსოლუტურად სხვა კომპანია იყო. ეს იყო Esquire, ანუ ევროპის ხარისხის კვალიფიკაციის ეს ჯილდო, რომელიც განსხვავებული იყო პარიზის ჯილდოდან. აქ ისიც მსოფლიო იყო, მაგრამ ბრიუსელში, პარიზში მაინც მე ესე მომეჩვენა, რომ უფრო ბევრი ხალხი იყო, არ იყო ამერიკისგან, ევროპიდან, უფრო ნაკლები ხალხი იყო და ბრიუსელში ამერიკა, ევროპა, სულ ნამდვილად ევროპული ის იყო და იმიტომ ჩავთვალე რომ ბრიუსელი უფრო ხარისხიანი იყო. მესამე ჯილდოს რა შეერთა? მესამე ჯილდო იყო ლას-ვეგასის, ნუ ეს უკვე ამბიციებმა ითამაშა ჩემში რომ იმ კონტინენტისგანაც მინდოდა გავცდეთ ევროპას და ხო, გავცდეთ ევროპას და ნუ ამერიკა ძალიან გამიხარდა რა თქმა უნდა. მესამე ჯილდოზე უკვე გაკვირვება არ გამომიცხადებია. პრაქტიკულად მთელი სული მქონდა იქ რომ ლას-ვეგასში ჩავსულიყავი. იქაც რა თქმა უნდა 60 ქვეყნიდან იყო ხალხი, ძალიან გრანდიოზული სანახაობა იყო. აი ლას-ვეგასში ბუნებრივია რომ ყველაფერი შევისწავლე ინგლისურად ტექსტი, იმიტომ რომ იმ ორჯერ რუსულად ვამბობდი ინგლისური, იმ დონეზე მე არ ვიცი რომ იქ ესე ამხელა აუდიტორიაზე და ამ შემთხვევაში ვთხოვე ჩემ მეგობარ მასწავლებელს ინგლისურად რომ კარგად წამეკითხა და იმიტომ რომ ყველა მეკითხებოდა რუსეთიდან ხარ და ვეღარ უხსნიდი ამ ხალხს რომ არ ვარ რუსეთიდან ვარ საქართველოდან და მე მიხარობდა რომ ვაპიარებდი საქართველოს ელემენტარულად ამ საზოგადოებამ გაიგო სადა საქართველო და აი ამით ვიყავი ძალიან ამაყი რომ ამ პატარა ქვეყნიდან შემეძლო რომ გამეტანა ქვეყნის გარეთ და ჩემს ქვეყანაზე ვინმეს ისე მაინც ეთქვა რომ ვაიმე სადღაც საქართველოს არსებობს და მე ნახავდა სად არის საქართველო და უფრო მოვიზიდავდი ინტერესს საქართველოს მიმართ ეს იყო ძირითადად ჩემი მიზანი. ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო თემებად რაც მაყურებელს ყველაზე მეტად აინტერესებს სიმელოტე არის. ხო, გარდა იმისა რომ საუბრობთ თქვათ იმ პრობლემაზე რომელიც ბევრ მაყურებელს აწუხებს ეს ვიზუალური პრობლემები, ასევე ნუ ვისთვის პრობლემაა, ვისთვის არა, მაგრამ ზოგ ადამიანთან ძალიან დიდ დისკომფორტს ქმნის ეს, რომ თქვათ განწყობაც ეცვლებათ იმის მიხედვით, რამდენ ღერთ მას კარგავენ ყოველ დღე და ამის მოგვარება შესაძლებელია თუ არა? ეს ჩემი ბოლო სენსაცია ამაზე მე არც ერთი ვარსკვლავი არ მიმიგია ჯერ. მაგრამ მოხსენებაში ეს უკვე ლას-ვეგასის იმიდან გამოვაცხადე უშუალოდ. დავით შემოვიდეო დათქონდა. არ გინდა გამოგიგზავნით მალამ. ეს არის ადამიანი, რომელიც ყველას თმის სილამაზეზე ზრუნავს, მაგრამ საკუთარი ფიზიკურად არ გააჩნია და ამიტომ ვერ ახერხებს. ეს პარიზის ხო, ამას პარალელურად ლას-ვეგასი ჯერ არ გამოუგზავნიათ ლას-ვეგასის ჟურნალი. თითო ჟურნალს აგზავნია. თქვა დაწვრილებით თქვა სიმელოტეზე მაშინ რა მეთოდებით შველით და ასე შემდეგ. სიმელოტეზე გამელოტება შველით თუ უკვე მელოტ თავს შველით? მელოტს. უკვე მელოთ თავს თან?
როგორ ხდება ეს ყველა? იცით რა არის მე რას მივახციე? ისე როგორც ყველა ჩემი წამალი რაღაცა პრობლემაა რომ შემექმნებოდა, ჩემ თავზე მოვსინჯავდი ხოლმე და იყო ერთი რაღაცა ერთი წლის წინ რომ ჩემი თმა სასწაულად დაიწვა. ნუ რაღაც ბევრჯერ დამადეს საღებავი, რაღაცა ესე აღმოჩნდა რომ ჩემი თმა ნელ-ნელა გაცვივდა. ოღონდ ეს ხდებოდა 3 დღის განმავლობაში ესეთი და შოკი თვალებში. ყველა მელოტმა ადამიანმა მადლობა უნდა უთხრეს იმ ადამიანს, ვინც დაწვა თქვენი თმა ღებვისას. ის ადამიანი პრაქტიკულად ეხლა იძახის, რომ მე ვარ მიზეზი, რომ ინსპირაციის წყარო. რა თქმა უნდა. და ეს ჩემი ტვინი ექსტრემალურ პირობებში სხვანაირ რაღაცებს აკეთებს ხოლმე, ეს როცა გამოუვალი მდგომარეობა. რაღაც რა არ გავაკეთე ახლა ჩემი წამლებიდან თმას არც ერთი აზრზის ეს საერთოდ სხვა სფეროა. ხტილი თავზე არ გინდოდა თის. არა, ხტილი თავზე არ მინდოდა და ბევრი კომბინაციების შედეგად მივაგენი ერთ რაღაცას რომ დავინახე რომ სადაც არ იყო თმები იზრდება. წავედი იმავე საპარიკმახეროში, მეთქი შეიძლება განათება მიშლის ხელს, იქვე დავჯექი, იქვე გადავიღე სურათი, რომ სადაც პირველად შეამჩნიეთ, რომ რაღაც პრობლემა იყო. და იცით რა არის, აი 3-4 თვეში ისეთი რაოდენობის თმები გაიზარდა ჩემთან, თურმე ადრეც მწვიოდა უბრალოდ ვერ ხვდებოდი მე. იმიტომ რომ ის რაოდენობა 4-ჯერ მეტია, ვიდრე თმა იყო. აი ამ ჟურნალში თუ დააკვირდებით, პარიზის ჟურნალში, საკმარისად კარგი ის არის, რა ქვია. კარგად ჩანს, რომ თმები ძალიან თხელია. არა, მაინც კარგად გამოიყურებით არაჩვეულებრივად, მაგრამ თქვენთვის ალბათ შესამჩნევი იყო. ხო, რა თქმა უნდა, ჩემთვის შესამჩნევი იყო. მეტად ვიდრე ვთქვათ უცხო. ხო და მივაგენი იმას, რომ ესეც ძალიან ისეთი ემზადება, ამის პატენტს ამ წუთას მზადდება ამერიკაში. ანუ მზადების პროცესში, იმიტომ ვამბობ, რომ 2 წელი უნდა ამ პატენტს. ხო, ხანგრძლივი პროცესია. ხო, ხანგრძლივი პროცესია, მაგრამ ეს უკვე შეშვებულია და ეს ნიშნავს, რომ უკვე პატენტი არსებობს ამაზე. სხვადასხვა ტიპის სიმელოტე არსებობს, ხო, ზოგადად. ზოგ შემთხვევაში ვთქვათ, უბრალოდ თმის ცვენა ხდება და ზოგ შემთხვევაში ფიზიკურად, როგორც ვიცი, ძირი არ არის, ხო, იმისთვის, რომ ამოვიდეს თუ საქმე იმაშია, რომ აი ჩემს ამ დაკვირვებებით ყველაზე დიდი სენსაცია რაც მე ვთვლი რომ არის, უშუალოდ სადაც თვლიან რომ ძირი აღარ არსებობს და მკვდარია ბოლქვი, მე ვთვლი რომ ის ბოლქვი მიძინებულია. გამოგვიძება ჭირდება. გამოგვიძება ჭირდება. იმ ბოლქს დაეკარგა კვება სისხლძარღვის და ინერვაცია ნერვის. რაღაცის გამო მიზეზებს ჩვენ ვერ ჩამოვთვლით. ჩემი წამალი სისხლძარღვებს აღადგენს ფანტასტიკურად, წვრილ სისხლძარღვებს, რის გამოც მე ვკურნალობ კოქსართროს. დაახლოებით იქიდან ამ გზით მივედი, რომ იმ ბოლქს ჭირდება სისხლძარღვის ის აღდგენა და ინერვაციის მიცემა. იცით რა არის ეს, როცა 2 დღეში ახალი პატარა თმა ამოდის, ეს საკმარისად სერიოზული რა თქმა უნდა. ანუ აუცილებელი არ არის, რომ აბსოლუტურად ისეთი თავი იყოს თმის გარეშე, ქალბატონებს, რომელსაც თქვათ პრობლემა აქვს იმის, რომ არ მოწონთ, ამ შემთხვევაში შეიძლება პროფილაქტიკა. ეს ყველაზე მარტივია. დამწვარი თმები რო არ მოიჭას ქალბატონმა, 3-3 ნიღაბი კეთდება თმის და ეს დამწვარი თმები აბსოლუტურად აღდგება. და ვისაც ოდნავ მარტო ახლა იწყებს თმების ცვენას, იმათ თმები ხო საერთოდ არ დაცვიდებათ. რამდენი მსურველი გამოჩნდა, ვერ მიხვდება ალბათ მაყურებელი, რამ გამოიწვია ჩვენი პირდაპირ ეკრანზე. სახელებს, გვარებს და მამის სახელებს ნუ დაასახელებ, მაინც და მაინც. არა მარტო სოსო, სხვათა შორის დამწვარი თმით აქ ბევრნი ვარ. ხერხემალზე მინდა მე აუცილებლად, იმიტომ ყველაზე მნიშვნელოვანი პრობლემაა. ხო, ეს ამდენი ლაპარაკს თმებზე არ ვაპირებდი, იმიტომ რომ ამან უკვე თავისი ის იმას აქნა რა ქვია, პიარი უკვე გაკეთებულია ამაზე. ხო, ხერხემალი თან გაცილებით უფრო ისეთი პრობლემაა. ყველაფერზე აისახება. აი, რაც შეეხება ხერხემლებს და კოქსართროზებს. კოქსართროზის პირველი მეორე სტადია 100%-იანი განკურნება ხდება. მესამე სტადიის ანუ 2 ნაწილად იყოფა კიდე სტადიები. პირველი ნაწილის განკურნება ხდება სრულად. ეს წარმოიდგინეთ, რომ ადამიანს არასოდეს არ სჭირდება ხელოვნური სახის გაკეთება. იგივე ხერხემალს ადამიანი არის ასაკში, თუნდაც ახალგაზრდებსაც ძალიან სჭირდებათ და მალებია დამჯდარი, ხრტილებია გაცვეთილი დისკოზებზე, ზედმეტია ლაპარაკი, დისკები აღარ არსებობს მან. ამის აღდგენა ხდება. ეს პრინციპში ეს სამივე ჯილდო სწორედ ამას ეხება.
თმებზე მე ჯერ ჯილდო არ მიმიღია. მაგრამ იმედია რომ წინ ბევრი ჯილდოა. იმაზე დიდი ჯილდოს მიღებას ვაპირებ. ნუ თან თმებისთვის არქცალია, როცა ხერხემალი მე როგორც ვიცი, იმდენად ვთქვათ მძიმე დაზიანებებს იწვევს, რომ ფიზიკურად შეუძლებელი იფიქრო თმაზე. მე ორი შვილი მყავს ექიმები, გოგო ბიჭი, მესამე ჯერ პატარაა, ორი ექიმი მეხმარება. ჩემს კურნალობაში, ისე რომ ესე რამდენად ხელმისაწვდომია ეს ყველაფერი თქვენთვის? ესეც საინტერესოა, თქო უნდა. უამრავი სურვილი გამოჩნდებოდა ეხლა მაყურებელთა შორის. ისიც ვუთხრათ, რომ შეძენა შესაძლებელია ამ ყველაფრის, მაგრამ თმის ცვენის და თმის იმის გაზდის მალამოს შეძენა, რა თქმა უნდა შესაძლებელია. ესევე არის სახისოვალის აღდგენა ამ მალამოს. ამას ვერ დავტოვებთ, ამაზე უნდა გკითხოთ აუცილებლად. უკვე რო გადავწყვეტ წმინდა ესთეტიურ მხარეს ხერხემლიდან. ხერხემალზე მალაპარაკეთ, იმიტომ რომ ყველას ეს აინტერესებს და ხერხემალი ამ დროს. ხერხემალი გვაინტერესებს აუცილებლად. ხერხემალი ამ დროს უფრო მნიშვნელოვანია, იმიტომ რომ აი რო ვეუბნები ჩემს პაციენტებს, ვისაც ხერხემალი ტკივა. თმების გაზა გინდა? მე სიარული მინდა, თმებს მერე გავიდი. პასუხი არის ესეთი. ისე რომ აი მაინდა-მაინც თმებმა ვერ გადაუფარა იმ ხალხს, ვინც ვერ დადის. კი, ნამდვილად. ჯერ არის ჯამთელობა, ეს არის უკვე როცა ჯამთელად ხარ, როცა კარგად ხარ, მე შეიძლება ამ ფუფუნებას უფრო გაალამაზო კიდე შენი სხეული. ხერხემლის პრობლემებით ვინც არის, ვთქვათ, ეს რამდენად ხანგრძლივი პერიოდი? 2 წელი მინდა მე სრულად რო აღვადგინო მთელი ხერხემალი. სრულ აღდგენაში მე ვგულისხმობ ყველა მალების აღდგენას თავის ხრტილებიანად. ადამიანი პრაქტიკულად რასაც 15 წლის წინ მოძრაობა შეეძლო, ზუსტად იმ მოძრაობას იბრუნებს. ანუ ისეთივე მოძრავი ხდება, ისეთივე ძლიერი ხდება და იმდენივე ენერგია აქვს, რაც 15 წლის წინ ქონდა. ეს რაც შეეხება ხერხემლის კურნალობას. დროში დაბრუნებას როცა ვახსენებთ, მაშინ ამ სახის ოვალზეც უნდა ვიკითხოთ აუცილებლად, იმიტომ რომ სახით რო ბრუნდებით დროში, იმათ რომ უკვე ხერხემალი კარგად ქონდა, მე გინდა რომ სახეზეც 15 წლით ადრე დაბრუნდეთ. გაახალგაზრდავის პროგრამაზე გაქვთ 10 წლეული. 10-15. 10-15 წლის გაახალგაზრდავის პროგრამას. გვიანბე დეტალებში გვიანბეთ ამაზე რაღაცა მაგიას საქმე საქმე არ ვიცი. არავითარი მაგია არ არის. აქაც ბოტოქსი ასე შემდეგ ამბები აღარ გჭირდება? დავივიწყოთ. ნამდვილად შეგიძლიათ დაივიწყოთ, იმიტომ რომ ეს უცხოეთში დიდი ხნის დავიწყებულია უკვე. აბსოლუტურად გასული საუკუნე. ეს უკვე გასული საუკუნეა. მე ხა ჰოლივუდში ვიყავი, ჰოლივუდში უსმევ თმებზე ვის არ ვის ვერ დავაკონკრეტებ და იქ როგორც კი გაიზრდება თმები, ეს იმას არის, აი თმები რო გაიზრდება, მე მთელი ჰოლივუდი უკვე საქართველოსად არის ზუსტად თმა გაიზარდა ამ ბოლო დროს ერთი წელი და შევხედო ყველაზე მელოტი ის გამახსენდა. ხო და ამ ეტაპზე ჰოლივუდში ხდება ჩემი წამლის გამოყენება თმებთან რაც შეეხება სახის ოვალს რაც შეეხება. აქაც როგორი ვარიანტია, მთელი მსოფლიო მუშაობს კანზე. ეს მალამო მუშაობს კუნთზე. კუნთის დამოკლების ხარჯზე კანი მე თვითონ გადაეჭიმება, ანუ ნაოჭი არ არის სალაპარაკო აქ. ოვალის აღდგენის შემთხვევაში ადამიანს უკვე იერი აქვს ახალგაზრდური. ბევრი ნაოჭიც რო იყოს. აი რა პრობლემაც არის ხოლმე ვთქვათ იგივე ამ ბოტოქსთან, უკვე ავადსახსენებელ ბოტოქსთან დაკავშირებით. აი თუ ბოტოქსის შემდეგ ცოტა მეტი დრო უჭირს ვთქვათ შემდეგ მიმიკა იკარგება და ასე შემდეგ. ეს პრობლემა აქ არ გვემუქრება აბსოლუტურად არ არის ეს პრობლემა. მე შემიძლია ჩემი ასაკი სარეკლამოდ გამოვაცხადო, მე ვარ 50 წლის ხდები 2-3 თვეში. მაინტერესებდა ძალიან. ხო, ვიცი რომ გაინტერესებდა და ვერ მკითხავდით და იმიტომ მე პირდაპირ გითხარით. რატო ვამბობ ამას? ვერც ერთ ნაოჭს ვერ ვხედავ ამ დისტანციიდან, არ ვიცი შეიკოტე. ახლოდანაც ვერ დავინახო მე მგონი. დიდი მადლობა. ანუ მნიშვნელოვანი არის ეს, რომ ეს არის მომავალი. ესეც მიაქვთ პარიზი რო ცნობილია კაი მალამოებით, ჩემი მალამოები პარიზში სულ მიაქვთ. იმიტომ რომ ბუნებრივად აღდგენილი კუნთები, ხერხემალი, ისეთი მთელი პროგრამა, ისეთი მე საოცრად არ მინდა დაბერება და ყველაფერს ვაკეთებ ამის. როგორც მე ამისის წამლებსაც ვქმნი, ისე არა. გაგიმართლეთ, იმიტომ რომ ჩვენ უძლური ვართ ამ ყველაფერს ბრძოლაში. წამლებს გამოიყენებ. რუჯი უნდა ვახსენოთ აუცილებლად, რომელიც თბილისში არასდროს არ კარგავს აქტუალობას, არ აქვს მნიშვნელობა მსოფლიო ტენდენციებით, ღია ფერის კანია თუ მუქი ფერის კანია მოდაში, აქ ყველას უნდა რომ იყოს გარუჯული. ნუ მათ შორის მეც სულ მინდა რომ მუდმივად გქონდეს კარგი ფერი. ეს მალამო არის
რუჯის მისაღები, მე ამას დავარქვი საქმიანი ქალების რუჯის მისაღები მალამო. ანუ დრო როცა ცოტა გვაქვს და გვინდა რომ კარგი ფერი რა თქმა უნდა, დრო გაქვს ცოტა, ფერი გინდა ფანტასტიკური, კანი არ უნდა დაიწვეს, არ უნდა გამოშრეს და ასე შემდეგ. ანუ გამოს წაისმევ და რუჯი გაქვს? არა. აი ახლა 15 წუთში იღებთ რუჯს. მზეც უნდა, რა თქმა უნდა. ნუ ღრუბლებში ვერ მიიღებ. არა, სხვათაშორის ღრუბლებში თუ მზიან ღრუბლიანი შეგიძლიათ მიიღოთ. სოლარიუმშიც შეგიძლიათ სოლარიუმში შესვლამდე წაისვათ ეს მალამო და უკვე თქვენ აღარ დაგეტყობათ რომ იყავით სოლარიუმში. დაგეტყობათ რომ ვითომ ჰავაის კუნძულებზე ხო, სადღაც იყავით. არა წიწლებს ეგ? არა წიწლებს. თქვენ თვითონ აღნიშნეთ სანამ საუბრობდით რომ ძალიან თეთრი ხართ ბუნებრივად. მე ვიწვებოდი, მე აი ვცვნებოდა ეს ადგილები რუჯი ნამდვილად არ არსებობდა და იმიტომ ეს წამალი პრაქტიკულად დამწრობისგანაც იცავს. არა, მავნე სხივებისგან იცავს. მალე იღებთ რუჯს და კანი არის ნოტიო, ანუ მშრალი არ არის, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია. რუჯი რატო არის მავნე? კანს აშრობს და ისევ დაბერებას იწვევს. ჩემთვის არ გაქვს რამე ესეთი? თქვენ ჯერ ჩემი მამამობის წვერი კარგა. არ ხარ პაციენტი კოტე. შეუძლია თუ არა მაყურებელს სადმე შეძენა ამ ყველაფრის თქვა კონკრეტულად. მე თუ გნებავთ ჩემს ტელეფონებს გამოვაცხადებ 599077000 ეს ჩემი ასისტენტები პასუხობენ. ერთხელ კიდე გავიმეოროთ, იქნებ ვერ მოხდა. 599077000 და ჩემი პირადი ნომერი არის 599 58 68 71. მე მგონი არ უნდა გეთქვათ ეს ნომერი, გადაიტვირთება ეხლა ტელეფონი, მაგრამ მარტივი უნდა მეთქვა. ძალიან დიდი მადლობა რომ დღეს ჩვენი გადაცემის სტუმარი იყავით. ძალიან საინტერესო იყო თქვენთან საუბარი და ამდენი აღმოჩენა გავაკეთეთ. მოკლედ დიდი მადლობა მოწვევისთვის. იყოთ ყველა კომპონენტი რაც ჩამოვთვალეთ, სრულყოფილი გქონდეთ, თმა, რუჯი, ხერხემალი, ასე შემდეგ და ხვალ შევხვდეთ ერთმანეთს ესეთი ლამაზები და ბედნიერები. ხვალ მოვალ რუჯით, ნახევარზე. ხტილებით და გასწორებული აბსოლუტურად წელში. კი ბატონო. დროებით. კარგად განდევ. დიდი მადლობა, ნახვამდის.